Შალო, მეგობრებო, მოგესალმებით. ეს არის ინფორმაციული ვიდეო, რომელიც გეტყვით ახალ ამბებს. ახალი ამბები ის არის, რომ ძალიან მალე დაიდება ორი ახალი ვიდეო, ორ ნაწილად იქნება ეს ვიდეო დაყოფილი, რომელიც ეხება თემას. პირველი, როგორ იქცეოდნენ ისრაელში ადამიანი მამაკაცი, რომელიც ეჭვმდა თავის სოლზე, რა პროცედურას გადიოდა ქალი, რომ დაემტკიცებია თავისი უდანაშაულობა და იყო თუ არა ეს პროცედურა ქალის დამაკნინებელი თუ ქალის უდანაშაულობის პრეზუმპციის დამადასტურებელი. ყველაფერი ძალიან საინტერესოა და ასევე მეორე თემა, რომელიც არის, აქედან გამომდინარე, ეს თემა არის განქორწინება როგორ ხდებოდა. ვისაუბრეთ ამ თემას, უპირისპირდებოდა თუ არა იესო ქრისტე მოსეს რჯულს განქორწინების თემასთან დაკავშირებით და მესამე თემა, რომელიც იქნება უკვე მეორე ვიდეოში განხილული, ეს იქნება როგორ იყინებდნენ ფარისევლები იესო ქრისტეს დროს ყველაფერ ამას. როგორ იქცეოდა მამაკაცი, რომელიც ეჭვმებდა თავის სოლზე და როგორ იქცეოდა მამაკაცი, რომელსაც უნდა განქორწინება მიეღო თავისი ცოლისაგან. ყველაფერს ამას ვისაუბროთ უკვე მეორე ვიდეოში. მაგრამ პირველი ვიდეო უშუალოდ ეხება ძველ აღთქმაში, როგორ იქცეოდა ადამიანი, რომელიც ეჭვმდა თავის სოლზე, რა პროცედურებს გადიოდა, რას გეუბნებოდა ებრაული ტრადიცია და მეორე, აქედან გამომდინარე, ეწინააღმდეგება თუ არა იესო ქრისტეს და პავლეს სიტყვები მოსეს რჯულს. ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ამიტომ გთხოვთ გამოიწეროთ არხი, ვინც არ ხართ გამომწერები, ვინც გამომწერები ხართ, გთხოვთ გააზიაროთ მაქსიმალურად ეს საინფორმაციო ვიდეო. ასევე დააკომენტაროთ ამ ვიდეოს ქვემოთ და თქვენ კომენტარებიდან ჩვენ გავიგებთ, რომ თქვენ გაინტერესებთ ეს თემა. ასევე თუ ვინმე სამე კიდევ ახალი თემა გაინტერესებთ, კომენტარებში აუცილებლად მიგვითითეთ, რომ ეს თემა თქვენ გაინტერესებთ და ჩვენ ვეცდებით ამ თემაზე გავაკეთოთ ვიდეო გაკვეთილი ან ვიდეო სიუჟეტი და განვიხილოთ ეს ყველაფერი. ამიტომ გთხოვთ მაქსიმალურად გააზიაროთ, მაქსიმალურად დააკომენტაროთ, იაქტიურეთ, თქვენი აქტიურობა პირიქით უწყობს არხის განვითარებას, YouTube-ში უფრო მეტი მნახველი იქნება, მეტი გამომწერი იქნება და მეტი ხალხი გაიგებს სწორ ინფორმაციას იმისა, რასაც თუ სიამოვნებაში რას გვასწავლის წმინდა წერილი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იყავით თქვენ სიმართლის და ჭეშმარიტების გამავრცელებლები. ასევე თუ ვინმეს გინდათ, რომ ჩვენ ფინანსურად დაგვიდგეთ გვერდში, ყველა ჩვენ ვიდეოს ქვემოთ არის ჩვენი საბანკო რეკვიზიტები მითითებული. და მე მოგიწოდებთ, რომ თქვენ იაქტიუროთ ამ საკითხშიც, რადგანაც თქვენი ფინანსური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული ადამიანისათვის, რადგანაც ჩვენ თქვენიცით რომ მუშაობთ ყველა, ზოგი სამსახურს ვაცდენთ, ზოგი ამას, რომ ეს თითო ვიდეო თემა მოვამზადოთ, ჩავწეროთ და ამისათვის ჩვენ ცოტა შეზღუდული ვართ რესურსებში. ამიტომაც თქვენი ფინანსური მხარდაჭერა ეს არის ერთგვარი ჩვენთვის წამახალისებელი სტიმული და აგრეთვე არხმა რომ იფუნქციონოს ნორმალურად ვჭირდება თქვენი გვერდში დგომა, როგორც ლოცვა, ასევე ფინანსური. მაშასე იყავით კურთხეული, ვიყურეთ ჩვენ, მალე დაიდება ზუსტად ეს ვიდეოები.